ისეთი სიამოვნება დაბრუნების უკან და რაღაც აი ერთად ყოფნის ისე თანამედროვე ხელოვნება თქვა როგორ აღიქმება დასავლეთში როგორ ხედავ მე ამას ის რას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნება ესე იგი რატო არის ესეთი აჟიოტაჟი თანამედროვე ხელოვნების გარშემო საერთოდ რას იწვევს ხალხში თუ ესეთი გაუგებარია თუ ესეთი მძიმე იყო ეს მშობიარობის პერიოდი თუ ესეთი უცნაური და ამდენი აჟიოტაჟი და ამდენი სკანდალი მეყვებოდა რატო გახდა უცბად ამდენად პრესტიჟული იმიტომ რომ ხალხი რო დადის აი თქვა სერიოზულ რაღაც ივენთებზე თანამედროვე ხელოვნების თქვა ეს იქნება არტ-ფეები იქნება თუ იქნება რაღაცა ვენეციის ბიენალეები ან დოკუმენტები ეს არის ისეთი დიდი დღესასწაულია წერა და სახლობა უკვე გასული წლის აპრილიდან დაიწყო თავის ერთ-ერთი პროექტი საუბრები ხელოვნებაზე მწერალთა სახლში და დღეს მოხარულები ვართ რომ ამ პროექტის ფარგლებში გია ეძგვერაძეს ვმასპინძლობთ. გია დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა სტუმრად და მოხარულები ვართ რომ ჩვენი მოწვევა მან მიიღო და დღეს უკვე მის ლექციას ისმენს ქართული საზოგადოება სახელოვნებო სივრცე. დეკონსტრუქციის იდეა საერთოდ რომ უნდა გავუკეთდეს დეკონსტრუქცია მეტაფიზიკურ ფორმებს, მეტაფიზიკურ ცნებებს ეს ყველაფერი ეს განსხვავებულია და აღარ აქვს ეს დენადობა და აღარ არის სიცოცხლე და ვიტალურობა შიგნით ეს ყველაფერი გახდა როგორც სტრუქტურა მხოლოდ რომელიც ფაქტიურად კაი არის რაღაც მშრალი ესეთი ხედვა კონკრეტულობის ეს კონკრეტულობები ეს ჩაკეტილობები ცნებების რა ესეთი გადაზარება მოხდეს შენ სულს მიეცეს საშუალება რომ გადაიხსნა ამ გადახსნილობისთვის იბრძვის თანამედროვე ხელოვნება ეს არის გრეგორი რეჯინის პროექტი, პირველი შემთხვევა, როდესაც ფოტოები გამოფინეთ ვიტრინაში. ამიტომ რახან ფოტო იყო, გვინდოდა რომ მესიჯი ყოფილიყო ძალიან ნათელი და ყველასთვის გასაგები. ამიტომ პროექტი, რომელიც თვითონ შემოგთავაზა, ძალიან საინტერესო იყო. თემა მეტი პირადი სივრცე, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში ყველგან საერთოდ ადამიანის პირადი სივრცის შევიწროება არის. ვუწოდებ ყველას რომ გაუფრთხილდეს თავის პირად სივრცეს ან თუ რაღაც დავიწროვებულია დაიწყოს ფიქრი ამის გაფართოვებაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საშინელი ასლი ეკრანიდანვე HSC გადაღებული ძველი არაფერი არახმა არაფერი მაგრამ არ ვიცი მე შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ ისე იმოქმედა ფილმმა ჩემზე როგორც 25 წლის წინ რა ვიცი არ ვიცი როგორ მაყურებელზე აი ხა შევალ დარბაზში და ალბათ მაგასაც გავიგებ რა ვიცი, მე მგონი კარგი საღამო იყო. აი მაგალითად თუ გახსოვთ ცხენი რო შემოვარდება, ცხენიანი კაცი. და ძალიან ბევრი ეპიზოდი კიდე, ხა
ვერ ჩამოვუყვები. სცენარში არ იყო. ჩვენი ცხოვრობდით უმალოში, აი ზუსტად ისევ ცხოვრობდით, როგორც ნიკა და ამირანი ოთახი რო, აი ზუსტად ისევ ცხოვრობდით სხვა ოთახებში. რა თქმა უნდა, ფილმის სცენარის მიხედვით არის ყველაფერი დრამატურგიულადაც და იდეაც მთავარი, ასე ვთქვათ, მაგრამ შევსებულია ძალიან ბევრი ეპიზოდით, რომელიც იქ მართლა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. იმდენად შეიცვალა პრინციპში, რომ აი რაღაცა ესეც იქ რესტორანი იყო თავად თუ? ხო, რა თქმა უნდა, რესტორანი. გადაწყვეტა ასე, ხო? ხო. აი ბოლოს ამირანი რო იმ კასეტაში ჩაწერილ ტექსტს რო თუ გახსოვთ, რომ ნახავს ბოლოს, ხო იქ ხო ეუნება რომ ნახე და გადარჩებიო და ნუ ნაწილობრივ ჩვენც გვეხებოდა ეგ, იმიტომ რომ აღარ უცეთ რა გვექნა. ხდება ხო, მაგრამ ზოჭს და რო ეუბნება ვინაპი არიანო ისინი რომ მე ეყურება კამერაში ანუ ხო, ჩვენზე უცხო. ნუ იქ თუ შეამჩნიე აი ესეთი კაცი იყო დადო. ხო გეუნები? იქ არავინ არ იყო რეალურად. მე ვიდექი და კამერა. ხო და ანუ მაგას ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიგულისხმა, ხო. აი იგივე ფინალთან კონტექსტშიც კინოკამერის არსებობა, ფირი, ის რომ ეს რეალობაა თუ არ არის რეალობა, თუ რომელი რეალობაა, სცენარიდან წამოსული რეალობაა თუ ჩვენ საცხოვრობ გესმის, ამის ყველაფრის არევა უყარდა ეს ერთმანეთში რა და